სტუდიაში ახლა უკვე არა პოლიტიკოსებს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის მსგავსად პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩართულ ადამიანებს მოვიწვევ. პრინციპში ეს ხაზები პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო აქტივიზმსა და საზოგადოებრივ აქტივობას შორის შეიძლება ითქვას, რომ უკვე დიდი ხანია დაირღვა, მოიშალა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობების მქონე პოლიტიკური სუბიექტების, მათი ლიდერების როლი არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული, ამიტომაც იმსახურებენ ისინი უფრო გამოწვლილი და ანალიზს, მათი ნაბიჯები, კრიტიკას, შეფასებებს და ასე შემდეგ. თუმცა აი ეს მუხტი, ის გარკვეული სტანდარტები, რომელიც არის დაწესებული საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ, ბევრ ამას განსაზღვრავს. ამიტომ მათი აზრის მოსმენა საინტერესოა. შემოგვიერთა თამარ კურატიშვილი, თამარი საზოგადოებას, ფართო საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი გახდა. ამ ცნობილი დავარქოთ ამას სამარცხვინო ინციდენტის შემდეგ, როდესაც ანწუხელიძე გმირიას ბანერის პროტესტის გამოთქმის გამო სამწუხარო ჩვენმა პატრულმა ის დააკავა და მას მე მგონი ადმინისტრაციული წესით გაგასამართლეს და ჯარიმაც მოგისურვა. ხო? და ასევე ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე, ირაკლი ჩვენი სტუდიის სტუმარი არის ხოლმე და მისი შეფასებები მათ შორის გარკვეულ ისტორიულ კონტექსტში ყოველთვის უფრო საინტერესოა. თამარ, დავიწყოთ თქვენით, ორივეს მადლობა ყოფნისთვის, თუმცა სიტუაცია ძალიან არაორდინალური არის და საჭიროებს არაორდინალურ ქმედებებსაც. ამ მხრივ მათ შორის დაუშვდა ელენემ გადაწყვიტა, რომ აი თავისი როლი და წვლილი ასე გამოეკვეთა და ენახებინა, ხო? პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ არსად არ დამალული იყვნენ ამ შემთხვევაში და პირდაპირ შეგებებოდნენ იმ საფრთხეს, რომელიც გაცხადებული იყო და ციხეებში არიან. რა უნდა გააკეთონ რიგითმა ადამიანებმა, რა უნდა გააკეთონ სამოქალაქო აქტივისტში, წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართულმა ადამიანებმა? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებაში. საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. მე ვფიქრობ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც თავიდანვე იყო პროცესებში ჩართული და საპროტესტო ტალღის ნაწილი იყო, სხვადასხვა ფორმით ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმს, მათ შორის პოლიტიკოსებიც მზად არიან არ დაემორჩილონ იმ ასე ვთქვათ ცირკს, რასაც ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება აკეთებს ახლა პარლამენტში. რაც შეეხება აქტივისტებს, ყველას ასევე სხვადასხვა ფორმა აქვს და მათ შორის რეგიონის მასშტაბით უკვე მიმდინარეობს, ხო, უკვე რამდენი დღე არის ქუჩაში ვართ და არ წყდება ეს პროტესტი და სასამართლოც მეორე ფრონტის ხაზად იქცა, სადაც ბრძოლას ვაგრძელებთ და მხარდაჭერას გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ. და ნუ რავი, ყველა თავის თავს ხედავს იქ სხვადასხვა ადგილას რა. ერთი არის თვითონ ფინანსური მხარდაჭერა, ერთი არის მორალური მხარდაჭერა, ყოველდღიურად წერილების მიმოწერის რეჟიმში ვართ, ერთმანეთის გამხდომების რეჟიმში ვართ და მე ვფიქრობ, რომ ეს ერთიანობა არის ის, რითაც შევძლებთ, რომ დავამარცხოთ ეს ბოროტება. თამარ და ახლა უკვე ირაკლი, მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, კიდევ რა დამატებითი ფაქტორები უნდა შემოვიდეს, ასე ვთქვათ, მოქმედებაში საიმისოდ, რომ ერთის მხრივ თუნდაც ის მუხტი აღდგეს, რომელიც იყო თვეების წინ, როდესაც მასობრიობა აშკარად უფრო თვალშასწემი და განსხვავებული იყო და რასთავარი ამ მასობრიობასაც ხო თვითმიზანი ხო არ არის ბევრი ხალხის ქუჩაში გამოსვლა, არამედ მიზანი არის ის, რომ ამ რუსული მართლობის სისტემა ბოლომდე არ გაიდგას ფესვები და ქვეყანამ არ დაკარგოს თავისი მნიშვნელობაც იმ ცივილიზაციური ერთობისთვის, საითქენაც მივისწრაფით ხო გუშინ წინ ჩვენს ტელემაყურებელს აი ციტატად გადაცემაც კი გავხსენი ცნობილი ამერიკელი დიპლომატის შეფასებით საქართველოსთან მიმართებაში, რომ საქართველოს ამ დამოკიდებულებით თუ ქართული ოცნებაო ქვეყანას, ანუ საქართველოს მიაქანემ სტრატეგიული უმნიშვნელობისკენო. აი ძალიან ტრაგიკული შინაარსის შეფასება. რატო როგორ გამოვიდეს ხალხი, ხო, ამაზე რომ ვიფიქროთ. ნოემბერში ხომ არავინ ელოდა, არც ჩვენ ალბათ ირაკლი კობახიძემ რომ გამოაცხადა და გუშინაც საუბრობდით მაგაზე. მე სალში მივდიოდი მაგალითად და გზაში მოვისმინე და მოვბრუნდი და წავედი, მე მგონი პირველი პარლამენტთან იკრიბებოდა ხალხი, იყო ოფისთან ქართული ოცნების და ისეთი სტიქიური იყო ეს შეკრება, რომ არც ხელისუფლება არ ელოდა ნამდვილად.
როგორ უნდა მოხდეს ალბათ და არც ოპოზიცია არ იყო ჩართული კონკრეტულად ამ აქტივობის ორგანიზებაში. ხო, შემხვდნენ იქ ხო ყველა ნახეთ იქ პარტიული ლიდერებიც, ოღონდ ისინიც თავისით ისე არ შეთანხმებით და ესე გამოვიდნენ, აღშფოთებულები გამოვიდნენ და ალბათ ასეთივე უნდა მოხდეს. ასეთივე რომ მოხდეს, კობახიძემ კიდე რაღაცა უნდა თქვა ზუარეს. სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრი მიფიქრია და ამ ხრივათაც აქვს კიდე კობახიძეს და ოცნებას რესურსი, რომ გაგვაოცოს, გაგვაციფროს და წყობიდან გამოგვიყვანოს, მაგრამ ახლა რასაც აკეთებს, პრინციპში ესეც საკმარისი არის ყველა ოდნავ თვალახელილი ადამიანისთვის, რომ მიხვდეს, რომ ქვეყანაში მყარდება დიქტატურა. ელემენტარულად, სადაც ყველა პოლიტიკური ლიდერი არის ციხესა და საპატიმროში, სადაც უქმდება არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც ადვოკატი კარგავს თავის ფუნქციას, როგორც უფლებადამცველი, სადაც სასამართლო ფაქტობრივად გაუქმებულია და კანცელარიად არის ქცეული, ესე ვთქვათ, რეპრესიული აპარატის, სადაც მედია თვითონ თავის ხარჯზე რაღაცას კიდევ ახერხებს, რომ იარსებოს, ხო, მაგრამ შეტევები მიმდინარეობს ფიზიკურიც და ბოლოს მზიამაღლობელი უკვე 5 თვეა გამომწვეულია ციხეში მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებითაც. აი, მეტი რაღა უნდა მოხდეს თითქოს. მე ვერ მეპარება რომ ეს მუხტი და უკმაყოფილება ისედაც არსებობს და იზრდება, მაგრამ ამას ჭირდება პოლიტიკური შემადგენლის შემოსვლა. აი, ამაზე რომ ვისაუბროთ, ხო, აი თავისთავად ცხადია ეს პოლიტიკოსების სასაუბრო თემა მათ უნდა შეთავაზონ ხედვა, მაგრამ აი ამ სტრატეგიაზე თქვენც იცით ატყობთ და საჯაროდ ჩანს რომ არ არის შეთანხმებული პოზიციები. აი რა იქნებოდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში? თამარ, თქვენ რას ფიქრობთ? და მანამდე ირაკლი შემოგვეშველება. ირაკლი ისტორიკოსია და უფრო რთულად მაგარიც ვეძე. კი ბატონო. პირველ რიგში რასაც ველოდებით ამ ეტაპზე არის ის, რომ მყარი პოზიცია დააფიქსირონ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიებმა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ორჭაფობენ და არ აქვთ მყარი პოზიციები. ამის შემდეგ, მე მაინც მიმაჩნია, რომ გასული თვეების პროცესმა ცოტა დაღალა მოსახლეობა, ცოტა ჭრილობები გაუჩინა. იმიტომ რომ არ არის მარტივი საკუთარი ცხოვრების გაწირვა და ქუჩაში დადგომა და მე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც ამ ეტაპზე აღარ გამოდიან გარეთ. მაგრამ არსად არ წასულან. ანუ ვესაუბრები, ვიცი რა მიზეზები აქვთ, ყველასი განსხვავებული მიზეზია, თუმცა მოიკრებენ ძალას და გამოვლენ. ამას არ ჭირდება რაღაც ხელოვნური ჩარევა, ხელოვნურად რაღაცის მოწოდება, ხალხში არის ბრაზი, არის განწყობები და თუნდაც სახაზინო ადვოკატების გადაწყვეტილებაც, რომ პირდაპირ სასამართლო პროცესზე წინააღმდეგობა გაეწიათ მოსამართლისთვის, ამ კლანის წევრი მოსამართლისთვის, ეს ჩემთვის არის იმისი ნიშანი, რომ როცა რეჟიმი აკითხავს ამ ადამიანებს, ისინი არ ნებდებიან და მზად არიან წინააღმდეგობის გასაწევად. გჭირდება ალბათ ცოტა დრო, რომ ეს ჭრილობები მოვიშუშოთ და მოვემზადოთ ახალი ბრძოლისთვის და არც ისე შორს არის ჩემი განმსახედიდან ეს ბრძოლა. ირაკლი, გეოპოლიტიკურ კონტექსტში, გარკვეულწილად ისტორიულ კონტექსტშიც როგორ უყურებთ ბრძოლას, რომელსაც ახლა ქართული ხალხი აწარმოებს თავისუფლებისთვის? ეს როგორ თქვით, უმნიშვნელობას, სტრატეგიული უმნიშვნელობისკენ ხო, მეც მოვკარითვანი მაგას და კი ძალიან კარგი შეფასებაა. ჩვენ თუ ჩავრჩით ამ აქეთ აღმოსავლეთ სამყაროში, ერთსაც დავამატებ და პასუხის საშუალებას მოგცემ. დღეს გამოდიოდა კობახიძე ოცნების წინაშე და სხვა შორის ესეთი თეზა, რომელიც იდეაში წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ცნობილ განაცხადს, რომ საქართველოს პატარა სოფელია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველა დიდი პროცესების მიღმა ვიღოთ. და ეს ახსნილია იმით, რომ ჩვენ დიდ ომებში არ უნდა მონაწილეობდეთ, პატარა ქვეყანა ვართ, ვერ გადავრჩებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ გასაგებ შიშებზე კაპიტალიზაციის ცნობილი, ასე ვთქვათ, პოლიტექნოლოგიური ხერხია და რომ ჩვენი სივრცე ეს არის სპორტი, ეს არის სიმღერა, რომელშიც და იქ აწეული დროშა უნდა წარმოადგენდეს ჩვენს მთავარ მიზანს და ასე შემდეგ, ხო? არ არის ეს ახალი ამბავი საბჭოთა კავშირის დროსაც. იგი იყო, მაგრამ მაშინ იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ იმ სპორტსაც თავისი ეროვნული სახელმწიფო დროშა ქონოდა და საქართველოს სხვა მისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი კუთვნილი ღირსეული ადგილები დაეკავებინა.
მაგალითად მოვაქვთ ხოლმე რომ აი ხო ქონდა ჩვენ სუხიშვინები სხვადასხვა ფოლკლორული ფესტივალები, ანსამბლები, on პირიქით ეგ იყო რომ ორთქი გამოგვეშვა ამ მიმართულებით და რაც არის ეროვნული ღირსება, მარტო ამ მიმართულებით ყოფილიყო. და დღესაც რამდენი წელია დამოუკიდებლები ვართ და ვფიქრობ რომ ეს საკმარისია. ოღონდ მეორე მხარე მე რაღაცნაირად თითქოს წარმოაჩენ რომ შენ თუ ამას იტყვი, ესე იგი თურმე აკნინებ სპორტულ მიღწევას ან რომელიმე რაღაც ქართულ ტრადიციას, არა პირიქით. ჩვენ გვინდა რომ ის სპორტი იყოს ნამდვილად ქართული რაღაც საქართველოსთვის და არა კონკრეტული პარტიისთვის და როგორ თან ცდილობენ რომ იგივე ბიუჯეტთან დაფინანსებით, იგივე შეხვედრების შემდეგ და ითვისებენ თითქოს რომ მხოლოდ მათია ის და თითქოს არ არის ოპოზიციის, თითქოს არ არის მთლიანად ქვეყნის, რაღაცნაირად ჩვენია, ქართული ოცნების არის და ბევრი წამოეგება მაგაზე, წამოგებული მაგანგესზე და აი წეღან რო დავამატო შიშზე ვფიქრობ ხალხის გამოყვანა გარეთ შიში უნდა გადალახო. რამდენიმე მეგობარი ვნახე ამ დღეებში და 2 თვე, 3 თვე ვერ დადიოდნენ. შიში, სხვადასხვა ტიპის შიში, ხო, ემოციური, ფიზიკური ერთი მეუბნებოდა რომ ღამე ვერ ვიძინებდი, დღეს ითვე ვმუშაობდი უძინარი, მაგრამ გამოვიდა გადაუარა ამან. რაღაცა უნდა ჩავხედოთ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმ შიშთან ერთად ცხოვრებას და შეიძლება ვერ მოვერიოთ, მაგრამ ვიცოდეთ რომ და აი ძალიან კარგია ზვიადრატიანის თავგანწირვა, ძალიან მაგარი აქტია. ციხეში წავიდა. შეგნებულად აჩვენა სახელმწიფოს რომ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრებას ურჩევნია ციხეში იყოს ადამიანი და ამის მეტი რაღა უნდა გვეშინოდეს ჩვენ შიმშილობენ იქ 20 წელი ემუქრებათ იმ ადამიანებს და ასეთ ეს ჩვენი შიში რაც გვაქვს პიროვნული შიში ამაზე გაცრებით ნაკლები. აი და ბოლო კითხვა ორივე სამ შემთხვევაში კარგია რომ ეს თემა ირაკლიმ შემოიტანა და ნაწილობრივ ამაზე თამარმაც ისაუბრა ამ შიშის გადალახვის დაძლევის და პირიქით ენერგიად ქცევის საშუალება არის ერთმანეთის დანახვა, ერთმანეთის ხილვა, ხო? აი ამას ცდილობს ამ თვეების განმავლობაში ჯარიმები და ბევრი სხვა ასე ვთქვათ შეფარული სპეცმეთოდებით ხელისუფლება რომ ეს ადამიანები ერთმანეთს დააშოროს, ერთმანეთი არ დაანახოს. ახოს ცოტანი დატოვოს. ამ ხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი კვირას. დაგეგმილი აქცია 8 საათზე. თქვენ რატომ მიხვალთ იქ და რას ეტყოდით მათ, რომლებიც თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში ისე აქტიურად არ გამოდიოდნენ თან თქვენი დავიწყოთ. პირველ რიგში საჭიროა ხალხის რაოდენობა გარეთ და კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, მოსწონ თუ არა გარკვეული პოლიტიკური პარტიები, შეუძლებელია საზოგადოებამ არ გამოხატოს სოლიდარობა ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ ფაქტობრივად თავგანწირვა არის ეს, როგორც არ უნდა შევხედოთ, რეჟიმისთვის ნებისმიერი სახის წინააღმდეგობის გაწევა არის თავგანწირვა, იმიტომ რომ რეპრესიები არის საკმაოდ მძიმე. მე აუცილებლად გავალ ამ აქციაზე და მოვუწოდებ ყველა ადამიანს რომ შემოვერთდეს ამ აქციას და კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთმანეთის გვერდით. ეს გვჭირდება ნელა-ნელა არ არის აუცილებელი ვიყოთ ისევ 100,000 ერთ გამოსვლაზე. ნელა-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ისევ შემოვუერთდეთ და დავუბრუნდეთ ამ საპროტესტო ტალღას, იმიტომ რომ ქუჩის გარდა ამ ეტაპზე სხვა გზა არ დაგვრჩენია. მადლობა თამარ და ეს სხვა გზა არის გზების ერთობლიობა, რომელმაც შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს ამ ხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის მხრიდან რეაგირებებს და აქტივობებს, რომელიც აშკარად უკვე თვალში საცემიც ხდება და შემხებლობაში მოდის იმ რეპრესიულ ვერტიკალთან, რომელიც ამას ყველაფერს აკეთებს ფიზიკურად. აი ეს კომპონენტები რამდენად აღვივებს რწმენას და ენთუზიაზმს ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებისა, რომლებიც 29-ში, ანუ კვირას 8 საათზე კვლავ რუსთაველზე შეიკრიბებიან. აღვივებს და ბოლო დღეებში გაჟღერდა სამოქალაქო საზოგადოება ახსენეს დასავლეთში, მანამდე ხსენდებოდა პოლიტიკური პარტიები, ქართული ხალხი ძალიან ზოგადი იცნება, ხო, მიქ აბსოლუტურად ყველა შედის და ახსენეს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც უკვე ანგარიშ გასაწევი ძალა და არ იქნება მართული, რომელიც პირიქით დამკვეთი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის და მე მგონია ეს საზოგადოების ჩამოყალიბების რაღაცა გვაქვს კარგი ნიშნები და შესაბამისად რაც მეტი ადამიანი იქნება, უფრო მყარი იქნება ეს საზოგადოებაც და ახო ვერს უთქვამს, რომ აი მე რა იქნება, მე ვინ მოვა 30 წელი, 35 წელი გვაქვს ხელისუფლებები და რა გარანტია რომ არ მოვა უარესი ან ასეთივე ხელისუფლება და მოვა თუ არ იქნება სამოქალაქო საზოგადოება. თუ ჩვენ ისევ მოვიქცევით, რომ
გადავირჩიოთ ამათ შემოხაზეთ 2012-ში შემოხაზეთ არა ბუდიში არ შემოხაზავს მე შემოხაზეთ 2012-ში როგორც იძახიან ისევე გადავირჩიოთ და ამ დამოკიდებულებით ვერ გადავირჩიოთ უნდა გავითავისოთ რომ ჩვენი დაკვეთაა და ჩვენ ვირჩევთ ჩვენ ვაზრებთ ხელფასს ჩვენი ბიუჯეტია ეს. ამ ხრივ ეს პროცესი ზოგი ჭირი მარგებელია იმ გაგებით, რომ სამოქალაქო საზოგადოება უფრო სტრუქტურული და უფრო აქტიური გახდა და ეს არის ალბათ თავარი გარანტია იმისა, რომ ვინც არ უნდა ჯერ ერთი ამაზე უარეს ვინ უნდა მოვიდეს, მე უბრალოდ თეორიულად შეიძლება რაღაც ფანტაზია გავაკანო და წარმოვიდგინოთ, მაგრამ ის რომ ქვეყანას რუსული ხელისუფლება აღარ ეყოლება როგორც მინიმუმ და დანარჩენი კვალიფიკაციის ნაწილში ყველა ერთად ვიზრუნებთ თავისუფალი მედიას და სამოქალაქო საზოგადოებაც ამაშიც დარწმუნებული ვარ. ჩვენს ბევრი ჭკუა ვისწავლეთ იმ ხალხმა, რომელთა ჭკუის სწავლება ცოტა რთულად მეჩვენებოდა. მადლობა, მინდა გითხრათ ირაკლი ვეშაგურიძე ისტორიკოსი და თამარ კურატიშვილი სამოქალაქო აქტივისტი იყვნენ გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი.